გამარჯობათ. წარმოდგენილი არის თქვენს წინაშე ორი თვალიანი ჯგუფი შავების, რომელიც გარშემორტყმული არის თეთრების ქვებით. და როგორც წინა მაგალითში ვაჩვენეთ, შავებს აქვთ ორი თვალი და ეს ჯგუფი არის ცოცხალი ჯგუფი. ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ ჯგუფი არის დაუსრულებელი. თუ ამ შემთხვევაში შავების სვლა, შავებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ აი ამ პუნქტში, ეს არის D1 ამ შემთხვევაში და ჯგუფი უკვე ცოცხლობს. ჯგუფი ცოცხალი, ჯგუფი აგებულია. ცოცხალი ჯგუფი აგებულია, ხოლო თუ არის თეთრების სვლა, თეთრები თამაშობენ სწორედ იმ პუნქტში, სადაც შავები ორ თვალს აგებდნენ და ამით შავებს უკვე ყველანაირად ერთმევად საშუალება ააგონ ორ თვალიანი ჯგუფი. იმიტომ რომ აი აქ არის ერთი თვალი, მაგრამ მეორე თვალის აგების უკვე საშუალება აღარ არის. შემდეგი სვლა შავებმა აქ ვერ ითამაშებენ, იმიტომ რომ ერთი თვალი რჩება და უკვე ჯგუფი კვდება. თუ აქ არ ითამაშებენ, შემდეგ სვლაზე თეთრები ითამაშებენ აი აქ, იმიტომ რომ აქ თუ ითამაშეს თეთრებმა, შავები მოკლავენ. მართალია ეს ჯგუფი მაინც აღარ იცოცხლებს, იმიტომ რომ თეთრები ითამაშებენ აქედან, გააკეთებენ. უკაცრავად ჯგუფი უკვე ცოცხლობს, თეთრები გააკეთებენ ატარის და შავები ჩაკეტავენ. თუმცა ეს ერთგვარი პირველი მაგალითი შეიძლება ჩათვალოთ. ამ სვლის შემდეგ თუ თეთრებმა აქ ითამაშეს, შავებმა მოკლეს ერთზე, რა უნდა ითამაშონ თეთრებმა, რომ ჯგუფი მოკლან. ვაკეთებ პაუზას, თეთრები ითამაშებენ D1-ს ისევ, ანუ იმ პუნქტში, სადაც შავები რომელ პუნქტიდანაც შავები აგებენ ორ თვალს, თუ ისევ მოკლავენ, შემდეგ გაკეთებენ თეთრები უკვე ატარის, აი აქ, შავები ვერ ჩაკეტავენ ამას, იმიტომ რომ ერთი დამირჩება და შავების ჯგუფი მოკვდება, თუ არა და თეთრები ჯერ მოკლავენ ერთგვარს და შავებს ამავე სვლაზე მოკლის უფლება არ აქვთ, ერთი სვლა სადმე სხვაგან უნდა გააკეთონ, ყოს წესი, პოზიციის გამეორება დაუშვებელია და შემდეგ სვლაზე უკვე თეთრები მოკლავენ შავების ჯგუფს. ეხლა დაუბრუნდეთ ამ პოზიციას. მოკლედ, აი ამ სვლის შემდეგ შავების ჯგუფი კვდება. ეხლა დავაბრუნოთ აი ეს ქვა ადგილზე და თქვა დაუსრულებელია ჯერ ორთვალიანი ჯგუფი, ანუ B1 უჯრა, თუ შავების სვლა B1 უჯრა თავისუფალია, თუ შავების სვლა დაუყოვნებლივ დაითამაშონ B1, რომ ააგონ ორ თვალიანი ჯგუფი. და თუ არა, მაშინ თეთრები თამაშობენ B1-ში, აქ მუშაობს წესი, ჩემი საუკეთესო სვლა, ეს არის მეტოქის საუკეთესო სვლა. ამ სვლაზე შავებს არ შეუძლიათ არც აქედან თამაში, იმიტომ რომ თეთრები ჩაკეტავენ აქედან და თუ შავები მოკლავენ, თეთრები უკვე კლავენ უკუდარწყმით, ანუ ხელყუმბარის ჩაგდება, ასე დავარქვი მე ამ ილეთს, შეგიძლიათ უკეთესი დასახელება მოიფიქროთ და შემოგთავაზოთ. მოკლედ ვერ კლავენ შავები, იმიტომ რომ უკუდარწყმით კვდება მათი ჯგუფი. იგივე ხდება თუ აქედან ითამაშებენ შავები. თუ შავები არ ითამაშებენ საერთოდ სვლას და იგნორირებას გაუკეთებენ, თეთრები თამაშობენ აქ, ისევ თუ შავი კლავს, თეთრები ისევ ჩააგდებენ ქვას თავისუფალ ზონაში, თუ შავები კლავენ, მაშინ თეთრები კლავენ მთელ ჯგუფს, ხოლო თუ შავები
დაიგნორებენ და არ ითამაშებენ, მაშინ შავების ჯგუფი მაინც კვდება. აი ამ წერტილს, ამ პუნქტს საკვანძო პუნქტი ქვია. თვალის ასაგდებად ან ორი თვალიანი ჯგუფის აგების დასაშლელად. ამით შემოვიფარგლებით თეორია გაკვეთილზე. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, როდესაც ბავშვები იწყებენ სწავლას, პირველად შეიძლება ვაჩვენოთ აი ასეთი მაგალითი. ორთვალიანი ჯგუფის, უმარტივესი ორთვალიანი ჯგუფის აგება ან მოკლა თამაშის დროს, კუთხეში. მადლობა ყურადღებისთვის.